ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ალბათ ჩვენი თაობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს რომ თავისი ცხოვრება დაუკავშიროს სპორტულ ცხოვრებას. მოკლედ, თბილისსა და რეგიონებში რაგბის სტადიონებისა და ტექნიკური ცენტრების მშენებლობა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარებას და 2026 წლის ივნისში დაგეგმილი რაგბის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას. პროექტების ფარგლებში თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დაიწყო როგორც არსებული სარაგბო ბაზების და სტადიონების რეაბილიტაცია, ისე ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონების მშენებლობა. მსოფლიო ჩემპიონატისთვის აქტიურად მიმდინარეობს რაგბის 3 სპორტული კომპლექსის ჯამში, 5 მოედნის რეაბილიტაცია თბილისში, ავჭალისა და შევარდენის სტადიონებზე, ასევე ქუთაისში აიას კომპლექსში, შემავალ 3 სტადიონზე. მოკლედ, სამუშაოების ჩამონათვალი ძალიან დიდია და ამ თემაზე სასაუბროდ დღეს ჩვენი სტუმარია გიორგი შონია, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. შუადღემშვიდობის მოგესალმებით პირველ რიგში და მადლობას გიხდით ჩვენთან სტუმრობისთვის. გვემზადები ჩვენი ქვეყანა სერიოზულ სამზადისში ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი სპორტული ღონისძიების მასპინძლობისთვის. რაგბი ჩვენი თამაშია და ახლა პირდაპირ მნიშვნელობით ჩვენს მოედანზე გახდება რაგბი ჩვენი თამაში. ამისთვის კი ის სამუშაოები და კიდევ უფრო მეტი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელზეც ახლა ძალიან მოკლედ ვისაუბრეთ. რა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს ღონისძიების მასპინძლობისთვის და რამდენი ახალი სარაგბო სივრცე შეემატება ჩვენს ქვეყანას ამას საუბრით რომ დავიწყოთ. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას, პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ჩვენთვის მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის ძალიან საამაყოა ის ფაქტი, რომ ამ დიდი ღონისძიების აქტიური მონაწილეები ვართ. რაც შეეხება კონკრეტულად სარაგბო ბაზებს და რეაბილიტაციას, როგორც თქვენ აღნიშნეთ, 3 ლოკაციაზე ავჭალა, შევარდენი და ქუთაის აიას სარაგბო კომპლექსებზე მიმდინარეობს აქტიური სარეაბილიტაციო სამუშაოები. რაც თავის თავში მოიცავს, პირველ რიგში მინდა აღვნიშნო მოედნის საფარი, მთლიანად იცვლება ყველა მოედანზე საფარი და იგება თანამედროვე სტანდარტების ჰიბრიდული ტიპის ბალახი, რაც შესაძლებლობას გვაძლევს მაქსიმალური დატვირთვის შემთხვევაშიც შევინარჩუნოთ უმაღლესი ხარისხის მოედანი. გარდა ბალახისა, მთლიანად 3-ვე კომპლექსზე იცვლება დამხმარე ინფრასტრუქტურა, რაც მოიცავს გასახდელებს, საშხაპებს, მწვრთნელებისთვის და საჯებისთვის გაკუთვნილ ფათებს და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურას. მთლიანად წესრიგდება ფასადები და, რა თქმა უნდა, ტრიბუნები. ძალიან კარგი, რომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ჩვენს ქვეყანას დარჩება სრულიად რეაბილიტირებული სპორტული კომპლექსები, ბაზები, სარაგბო ბაზები, რომლებიც სამომავლო პერსპექტივაში არაერთ მსოფლიო ან ევროპის დონის ღონისძიების მასპინძლობას მოახერხებს, იმიტომ რომ სრული სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს ყველა ეს ღონისძიება. გეთანხმებით, ეს არ არის ერთჯერადი ღონისძიებისთვის ჩატარებული რეაბილიტაციად. მინდა აღვნიშნო საფარის გამოსვლით სამუშაოებს ასრულებს მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და არაერთი მსოფლიოს დიდი სარაგბო თუ საფეხბურთო მოედნების რეაბილიტაცია აქვს ჩატარებული. საუბარი კომპანიაზე, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ჩაატარა ასევე მსგავს ტიპის სამუშაოები და მაშინ შეფასება ნახეთ მსოფლიო ფეხბურთის ფედერაციისგან, რომ უმაღლეს დონეზე იყო ამ კონკრეტული მიმართულებით სამუშაო ჩატარებული. კი, იგივე კომპანიაა და დღეს ეს ბალახიც, რაც 2023-ში გაკეთდა, ემსახურება სპორტსმენებს უნაკლოდ და პრობლემა არ აქვს, დღემდე კარგად მუშაობს, ასე ვთქვათ. ძალიან კარგი. ფონდს, როგორც ვნახეთ, დაგეგმილი აქვს ჯამში 18 რაგბის ტექნიკური ცენტრის პროექტირება და მშენებლობა. რა ეტაპზეა პროექტი ამ მომენტისთვის და რა ტიპის ტექნიკური ცენტრები კეთდება, ესეც რო ვთქვათ. ფონდი ამ ეტაპზე მუშაობს გეთანხმებით 18 ლოკაციაზე, 12 ქალაქში უკვე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, ყავს კონტრაქტორებიც. 6 ქალაქში მიმდინარეობს სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერები საპროექტო სამშენებლო და გარდა ამ 18 ლოკაციისა ჩვენ აქტიურად მუშაობთ რაგბის კავშირთან და მუნიციპალიტეტებთან, რომ შემდგომში კიდევ გავაგრძელოთ ეს პროექტები და რაც შეიძლება მეტი ქალაქი მოვიცვათ. თუმცა როგორც მანამდე ეთერშემოსვლით ჩვენ საუბრობდით, დაგეგმილია გადაჭარბებით, ანუ კიდევ დამატებით რამდენიმე ტექნიკური ბაზის
კი, სწორედ ეგ გულისხმე რაგბის კავშირთან და მუნიციპალიტეტთან კომუნიკაციაში ყოველდღიურად ახალ-ახალი ლოკაციები გვემატება, შეგვიძლია ვთქვათ მიახლოებით ციფრი ვთქვათ რამდენით გადავაჭარბებთ ასე ვთქვათ ამ შეგვიძლია ოფისიდან 3 თქვენამდე მოვდიოდი იყო 4 და თქვენ რომ მოვედი უკვე 5 გახდა. ანუ შეიძლება ამ საუბარს რომ მოვჩებით, გაიკვეს რომ მე-6 ბაზაც ემატება, ძალიან კარგი. რას ემსახურება მსგავს ტიპის პროექტი და რას მიცემს ქართულ რაგბს, ქართულ სპორტს და რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიების ჩატარება ჩვენთან? ზოგადად როგორც თქვენ აღნიშნეთ, რაგბი ჩვენი თამაშია და ჩვენ გვიყვარს ეს სპორტი და პირველ რიგში მნიშვნელოვანია სპორტსმენებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა იყოს წყობაში და გამართული. გარდა ამისა, რეგიონებში მე მინდა ხაზი გაუსვა ტექნიკური ცენტრების მშენებლობას. ეს ხელს შეუწყობს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და რაც მთავარია, შესაძლებლობას მისცემს ადგილზე ახალგაზრდებს იყვნენ დაკავებული რაგბით და მათ ადგილზევე თავიანთ ქალაქებშივე ქონდეთ გამართული ინფრასტრუქტურა, რომ იყვნენ ჩართული ამ პროცესებში. დამეთანხმებით, რომ ყველას არ აქვს ის საშუალება ფინანსური თუ დროისო თბილისში იაროს სავარჯიშოდ. ამიტომ მნიშვნელოვანი არა მარტო სარაგბო, ზოგადად სპორტული ინფრასტრუქტურა ყველა ქალაქში, ყველა რეგიონში იყოს. რეალურად ეს ტექნიკური ბაზები მოიმსახურება არა მხოლოდ ახალბედა მორაგბეებს, სპორტის სხვადასხვა მიმართულებითაც შეუძლიათ შემდგომში ამ ინფრასტრუქტურის გამოყენება და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის ეს ძალიან კარგი იქნება. დავამატებ, ეს კონკრეტულ რაგბის მოედნებით მოიმსახურება რაგბს გამომდინარე იქიდან, რომ რაგბის ტექნიკური ცენტრების გარდა ფონდი ახორციელებს სხვადასხვა სპორტის სახეობების მოედნების თუ კომპლექსების მშენებლობას აქტიურად. ძალიან სასიამოვნო. მოკლედ ცხელი სპორტული ზაფხული გველოდება წინ. სარაგბო მსოფლიო ჩემპიონატი არ არის პატარა ამბავი, მით უმეტეს სამხელო ღონისძიების მასპინძლობა და დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ რაც ასე ვთქვათ, მსოფლიო რაგბის ფედერაციიდან გვესტუმრებიან და ნახავენ თუ რა გაკეთდა, ისეთ დადებით შეფასებას მივიღებთ, როგორც სხვა მსგავსი ღონისძიებების დროს ხდება ხოლმე. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.